საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე ლორა ტომსონს შეხვდა. დავით არახველიძემ სტუმარს მობილობის ცენტრი დაათვალიერებინა და ცენტრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან მაღალი შეფასება მისცა ჩვენი სამინისტროს მიერ მიგრაციის, არალეგალური მიგრაციის პრევენციის და ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს. ჩვენ ვისაუბრეთ დევნილების ინტეგრაციის საკითხებზე, სხვადასხვა საკითხებზე და მან აღვიქვა მომავალშიდაც მჭიდრო თანამშრომლობა და სერიოზული დახმარება. დიდ მადლობას მოვახსენებ ბატონ მინისტრს ჩემი მოწვევისთვის ისეთ ლამაზ ქვეყანაში როგორიც საქართველოა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დავესწრო აღნიშნულ აქტივობებს და ვინახულო თუ რას მოღვაწეობს ეს უწყება. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ნაბიჯი იქნა გადადგმული, რაც ჩემი თვალით ვიღილე. ასევე ძალიან საინტერესო იყო მობილურობის ცენტრის მონახულება, რომელიც ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს რეინტეგრაციაში. მე ასევე ვთვლი, რომ ჩემი ორგანიზაციის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით.